ჩემი ძვირფასებო, ყველას მოგესალმებით, დიდი ხანია არ ჩამიწერია ვიდეო. დღეს რომ ვნახე, ჩემი ბოლო ვიდეო, თურმე 23 დღის წინ დამიდია და გული გამისკდა სასწრაფოდ დაჯექი გადასაღებად, იმიტომ რომ არ ვიცი როგორ გაირბინა აპრილმა, ზოგადად აპრილი ყოველთვის ეგეთია, ჩემ ცხოვრებაში ძალიან რა ვიცი, რაღაცნაირი აქტიური და სამწუხაროდ ვიდეოების მხრივ ჩამოვრჩები ხოლმე ძალიან და მომიტევეთ ჩემო ძვირფასებო, იმედია რომ მეც აღარ ვიზავ. ანუ ესე დიდი ხნით მგონი კაი ხანია არ დავკარგულ ვარ და ეცდები რომ აღარ დავიკარგო ხოლმე ესე დიდი ხნით. მოვინატრა ვიდეოების ჩაწერა. მაპატიეთ, ეხა გავიღვიძე, ძალიან გაბურცგნული ვარ. ეხა მინდა რომ თქვენთან ერთად მოვწესრიგდე, ყავასაც თქვენთან ერთად დავლევ და პარალელურად მოგიყვებით აპრილის ამბებს. რა ხდებოდა სანამ არ ვდებდი ვიდეოებს. აი ესე. ბოლოს მე მგონი აპრილის დასაწყისში დავდე ვიდეო. ეხა დავიწყებ სახის დატენიანებით. აი ესეთი ის მაქვს კრემი დამატენიანებელი ევოლუტინის. ხო და ეხა არის დილა ყველას ძინავს. ამიტომ ცოტა ხმადა ვლაპარაკო. მაგრამ დიდად არც გაეღვიძებათ ცოტა რომ წავუციო ხმას. მაგრამ ჯერ მე თვითონ არ მოგვს ხმა, იმიტომ რომ მეც ახლა ავდექი. სახეს დავიტენიანებ. ხო და მოკლედ აპრილი დაიწყო მედალაშოს ქორწინების იუბილით. ძალიან საყვარელი სიურპრიზი გამიკეთა. აივანზე ლამაზად მოაწყო სანთლებით და ტორტით და შამპანურით. ძალიან ლამაზი იყო და მოკლედ აღნიშნეთ ჩვენი 17 წლის ერთად ყოფნა. თვალებისთვის გამოვიყენებ სებამედის კრემს, საცხს, რაც არის. ხო და მოკლედ არ მჯეროდა მე თვითონ რომ 17 წელია ერთად ვართ. ძალიან დიდი ის არის თარიღი დამეთახმებით ალბათ. ეხლა უფრო დიდებიც გაგვთბერს, მაგრამ რო იცი ისე უცებ გაირბინა. მგონია რომ 7 წელი ვართ. მაგრამ 17 არა. და თან რაღაც მომენტში მართლა სერიოზულად დავეჭვდი და დავიწყე ფიქრები, ხო არ მეშლება. მაგრამ მე გამახსენდა რომ ჩემი შვილი 16-ის ხდება წელს და ამიტომ არანაირად თან მეშლება აშკარად. მარიტას რო უყურებ, ფაქტია რომ მიდასტურებს ამ ყველაფერს. ეხა ტელეფონი მოვიტანე, რომ ნახო რეები ხდებოდა კიდე აპრილში. რაღაცებს ხო ვიღებდი, ხოლმე ხა დიდად ვლოგებს რო არ ვდებდი, არ ვიღებდი ხა ეს როგორც ვლოგი, მაგრამ რაღაცებს მაინც ცოტა ვაჩხაკუნები ტელეფონში და ნახოთ კიდე რა ხდებოდა აპრილში. ნახეთ. ეს აპრილია. ესე იგი დაიცა ხა ძალიან წავედი. მარტში ანუ ფატის დაბადების დღეზე რო ვიყავით, ეგ ხო იცით, ხო? ეგ მე მგონი მოგიყევით წყალტუბოში ხო. ხო კიდე გამახსენდა, აი რატო არ ვიღებ ხოლმე ვიდეოებს. ეს სულ ნერვებს მიშლის ეს ამბავი. თან დილიდან იწყებენ ხოლმე. ხო ეს ჩვენი იუბილე 17 წლის, იქაც დავდე, რა ქვია, ინსტაგრამზეც დავდე. აი ესეთი. აი ესეთი ლამაზი ტორტი გონდა. მოკლედ. აი ესე ლამაზად მოკლედ მოაწყო ყველაფერი.
ინსტაგრამზე მედო სტორები და მეგონი პოსტიც, მე მგონი კი არა პოსტიც მიდევს. მაგრამ მაინც შეიძლება ჩავსვა აქ, ეხლა რამე მონაკვეთი. დავხვიჭოთ ამას. წავა. რა ხდება? 17 წელი მეგონი. ნატალის ორ შუქი? შუქს არ ანთებ? არა? მე როგორი ლამაზი სურპრიზი მომიწყა. შამპანური. აუ, რა მაგარია 17. რა სილამაზე. და კიდე 100 წელი ჩვენთან არის. დავაი. აბა საჩემისადა. აბა თქვენი შობლების იუბილეს ასე ვთქვა. უამრავი 17 წელი ჩქონდეს. ბედნიერი. გათაღოთ ჩვენს კარგათავად. ესე. აუ რა კაი ტორტია. როცა მოვიდა ბედნიერი. ძალიან გემრიელი ტორტია, უგემრიელესი, ულამაზესი, ზუსტად ისეთი. ესე მგონია 14 თებერვალი. მაგრამ ეს უფრო კაი თარიღია. ეს ჩვენი პირადი სიყვარულის დღეა. ჩვენი 14 თებერვალია. ხო, და ეს არა, ეს სანთრების შადიშობა გაგვიცევ. ან როგორ მოგივიდა თავში ეგეთი იდეა? შენ მონდომი ვთქვით. აი შოკში ვარ. რომანტიული საღამო ჩვენს აივანზე. მე როგორც ჩემი ტელეფონი ფოტოები მიდასტურებს. წავედით კახეთში. იქ შევხვდი აღდგომას ვინაიდან და რადგანაც წელს ჩემი დის დაბადების დღე იყო. აღდგომას დაემთხვა. და მოკლედ გადავწყვიტეთ, რომ წელს მანდ წავსულიყავით დედასთან, მამასთან და ჩემ დასთან და დიშვილებთან ერთად გავატარეთ აღდგომა. აუ, კონცერტი არ მომიტანია. ხოდა რამდენიმე დღე მოკლედ იქ ვიყავით, ეს არ დადეგები, რაც იყო. სპონჟიც არ მომიტან. მოკლედ აქ რო არ ვიხატები. და ეხლა სპეციალურად მოვიტანი კოსმეტიკა. რაღაცები დამრჩა. თორე ისე ჩემს ოთახში ვიხატები ხოლმე სარკესთან, მაგრამ ეხლა ლაშას ძინავს. და ამიტომ მომიწია აქეთ გადმობარგება. რომ თქვენ გეჭორაოთ. ხოდა ეს ხმა ეხლა ჩემი გულისთვის უნდა აიტანო ცოტა ხანი, იმიტომ რომ ეხლა ისევ თუ გავწყვიტე ვიდეოს გადაღება. კიდე 23 დღე აღარ დავდებ. სანამ მაქვს ამის რაღაცნაირი ხასიათი და ხალისი, იმედია რომ უფრო არ ახმაურდებიან ეხლა რაღაც. მოკლედ ეს სპონჟის გარეშე გავიხსენე ძველი დრო და თითით გადავინაწილე კონსილერი. ნუ რაღაცების მოტანა დამავიწყდა, მაგალითად წარბის, ფანქრის, მაგრამ რა ვქნათ, რაც არის. ესეთი ტუჩსაცხები მაქვს და ვიფიქრე აი ესე გამოვიყენებ, რატომაც არა. მომწყინდეს სახე რომ უფრო ესე ბზინავდეს, რაღაცა სველი ეფექტი ქონდეს. და რა თქმა უნდა თითებით რა თქინდა სპონჟი. როცა გვაქვს ლამაზი თითები. კახეთში რა თქმა უნდა ლამაზი იყო ბუნება. წელიწადის ამ დროს განსაკუთრებით ლამაზია, როდესაც აყვავებას იწყებს ყველაფერი. მოკლედ ესე რაღაცნაირად გადავინაწილე. ის ამბავი. ეხლა ცოტა ჰაილაიტერი შეგვიძლია აქ დავიმატოთ. ესეთი ოქროსფერი ჰაილაიტერი მაქვს. და ესე თითებით გადავინაწილოთ.
ეს კიდე რა ხდებოდა, აბა ვნახოთ. მქონდა კლასიკური აღდგომის სუფრა, პასკა, დეჩემ კვერცხებით შეღება. მქონდა ჩაქაფული, რა თქმა უნდა. მწვადით შევწვით. ჩემი დის დაბადების დღეც იყო თან, როგორც უკვე ვთქვი. ჩემ დასრულებაში ტორტი ქონდა. მოკლედ აყვავდა ჩვენი ალუბლები. ნახე. რა ლამაზია. ესეთი ლამაზი კავკასიონი. ოღონდ დღეს ისე კარგად არ ჩანს, როგორც გუშინ. გუშინ ლამაზად ჩანდა უფრო. ნისლია დღეს. ესეთი ლამაზი. სიწყნარე და სიმყუდროვე გვაქვს აღდგომის წინა დღეებში. დღეს კვერცხი უნდა შევღებოთ. აი როგორი იასამები შეგვხვდა გზაში. გურჯაანში. ესეთი ლამაზი. ეკა ქალბედი ისეულე. კიდე დაიწილდი გადაგი. მგარი ქალდა. მე შედავდა დეკია სამასთან. მოკლედ წავედით გურჯაანის დასაფლავად. მაღაზიებში რაღაც საქმეები გვაქვს, რაღაცები უნდა ვიყიდოთ და ესე წვიმიანამითი გამოვისეირნეთ და ძალიან კარგი რაღაც ჰაერია. ნება. აი, როგორი ახტალა. ეს უნდა გამოვიაროთ, მოკლედ, სანამ ვივალთ ცენტრამდე. აქეთ მანქანები დადიან. აი, ესეთი ნაწვიმარია, წეღან წვიმდა, ეხლა გადაიღო და მოკლედ გამოვისეირნეთ. სხვათა შორის კვერცხები უკვე შეღება დედამ. მერე გაჩვენებთ, ძალიან კარგი ფერი გამოუვიდა, მუქი, ლამაზი. ხო და ესე ჩვენ კიდე აი ესე სევდით. ფერა ლამაზი აქ. ობელისკები. ზაფხულობით აი აქ მოვდიოდით ხოლმე, აი გვიჯექით ხოლმე. არ ვიცი რატო არ გვეშინოდა. აქეთ გზა არის. მე ისევ ბათინკები ჩავიცვი, იმიტომ რომ ისევ ცივა. აი. ზეგლი. ლეგენდარული. იცი? მოვედით ცენტრში. აი აქ უკვე მაღაზიები დაიწყო. სპარი და რაღაცები. ოი ხა. ამაზე ყვავილია. დამავიწყდა მაგის სახელი. რაღაცა ქვია. იასამანი არ არის. აი ეს ამაზე. ხოდა აი აქ არის მოკლედ რაღაცები. ოსური ხაჭაპური. აი ოსური ხაჭაპური. აი ეს დაგვაყარეს. უпростоრად ლობიანი დაგვაყარეს. მე შაურმაც ყოფილა აქ. ჩვენ გვინდა აფთიაქში. ჯერჯერობით. წინამ გადაიღო კაია. მაგრამ ხოლგამ ვიტყოდა რომ გამოგყენებინა, მაგრამ ჯერ ვერ გამოვიყენეთ. მოკლედ სანამ ხაჭაპური ცხება, დალობიანი, ჩვენ გამოვისეირნეთ პარკში. აი ესეთი სიწყნარეა. ჩიტების ჭიკჭიკი ისმის. შევკვეთეთ და დროის გასაყვანად გამოვისეირნეთ, მოკლედ აქ და არ ვინანეთ, ძალიან ლამაზია და
7 აკაურობა. აი ესეთი სიმშვიდე აღვანთ, აი არ ვიცი რა თქმა უნდა გატრიალებული ეს კამი. აშკარად რაღაც მოხდა. რაღაცით წყალტუბოს პარკს მოგონე. აი ხაჭაპურები და ლობიანები ვიყიდეთ. აი ესე მიმაქ ახლა. და აქ ესეთი ლამაზი ხედებია. ის მეგობრებო. საფულშიც გაგასეირნეთ მე თქვენ აქ. და ეხლაც აი აპრილში აი ესე მივსეირნოთ. ერთ მანქანები არ დადიან. ესეთი ხმებია ჭიკ-ჭიკის. ხაჭაპური, და ლობიანი. ლობიანი არ გამისინჯია ხოლმე გასული. მოკლედ დავბრუნდით, გავისეირნეთ ცოტა ხანი. მოკლედ თავიდან გასულ გვიზარება ხოლმე გავალთ. მე გვიხარია რომ მოგვიწია სეირნობა. რაღაცები ვიყიდეთ. აფთიაქში გქონდა რაღაც საყიდელი, რაღაც წამალი, პლუს ლობიანები და ხაჭაპურები ვიყიდეთ. ბავშვებს რაღაც სასუსნავები ვიყიდეთ. ტორტი შევუკვეთეთ. ჩემი დის დაბადების დღე არის. წელს აღდგომას დაემთხვა, ასე რომ ორმაგად აღვნიშნავთ ამ დღეს. ხო და ტორტი შევუკვეთა. ხო და კიდე აფთიაქში ავერში რაღაც კაი ფასტაკლებები იყო და მოკლედ წამალთან ერთად გადავწყვიტეთ რომ რაღაცა ერთმანეთს რაღაცებით ვუყიდოთ. და მოკლედ ეხლა განახებთ რა მიყიდა ჩემმა დამ. ესეთი ერთი მარიტას კონტურები. აი ესეთი ტუჩის ბალმი გვეგონა, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ ტუჩსაც ყოფილა რაღაც ვარდისფერი. არ ვიცი ტყუე შეგვეშალა. ხო და კიდე ჩემმა დამაჩუქა ეს მიზონის შრატი. ეს არ მარტოდ შეგინახეო და მოკლედ აი ესეთი საჩუქარი მივიღე. მე კიდე აი ესეთი თმის ის ვიყიდე კრემი ხვეული თმისთვის, კარლი რუტინისთვის არის მოკლედ საჭირო და ასევე ნატალისაც ზუსტად ესეთი კრემი შეხვდა. ლამაზი ყვავილები მოუტანეს. მეუღლე მიართვა ჩემდას. ეს დაბადების დღე აქვს. როგორ ხდება თუ? ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ქრისტე აღსდგა. მაფისოც მოვიდა. დღეს იქეიფებს. ჩვენთან ერთად. როგორი ლამაზი თვალებია. წვანე. მე კახეთში როგორი რაჭული სიმღერები. ველოდები ახლა ჩაკაფულს პირველ რიგში და წვანს. ეს ყველაფერი ისე სილამაზისთვის. ჩემთვის. ფატიმაშას გამოატანა ესეთი ლობიანები და ხაჭაპურები. ჩვენ ახლა ჩამოვედით კახეთიდან და დაგხვდა ესეთი სიურპრიზი. ესა კაი რაღაცა. ხო, მოკლედ აქ კიდე რაღაცებია. ეხლა ყველაფერს ვნახავ. რა მაგარია. და კიდე როგორც ვიცი, პასკები, ნატალი პასკები დაინახე. ნახე რამდენი პასკები გამოუცხია. ყველაფერი გამოგვიგზავნა. მაგო შეხედე. და აქ კიდე ისა კვერცხი ნახედე. და ხიზილალა. შენ გიყვარს ფხალიდე? აი კურეჩკა.
ეხლა ჩავდე. ესეც გვაჩუქა ფატი. გამოგვიგზავნა კვერცხების შესაწყობი, ხა ჩავაწყოთ. მე ჩამოვედი და მალევე უკვე 15-ში იყო ჩემი დაბადების დღე. აი ახლა ვნახულობ და აი ჩემი დაბადების დღის ფოტოებიც აქ არის. ხო, როგორც ყოველთვის გოგონები მოვიდნენ ჩემთან, ჩემი დები, დიშვილები. ამ ახალ სახლში პირველად აღნიშნე დაბადების დღე და ძალიან ლამაზი ფოტოებიც გამოგვივიდა, ლამაზი ლოკაციები გვქონია. ხო, ვლოგის გადაღებას ვცდილობდი. ესე ცალკე აღარ დავდებ ამ ვიდეოშივე, ჩაგისოთ ახლა ამ მცდელობას ვლოგისას. ანუ რა გადავიღე დაბადების დღეზე. ვიმზადებით დაბადების დღისთვის. ხო, მოკლედ დღეს ჩემი დაბადების დღეა, მეგობრებო. ხო და ეხლა ველოდები ჩემი დაიკავებს და დიშვილებს, როგორც ყოველთვის. ხო და მინდა რომ მოვასწრო ყოველთვის დაწყება. რომ მოვლენ რომ მე არ დავიწყო რაღაცა. არ მე მაინც დამჭირდება გაცხელება რაღაცაების. ხა დაგვეხმარეთ სუფრის გაწყობა. ხო. მოკლედ აი ესე გავამზადე ისინი ლიმონათებისთვის და თიჭიქები, თეფშები, ჩანგლები გავამზადე. ეხლა მინდა რომ აი ეს დავცალოთ მოდი. და მე ისევ დავიწყოთ შევსება. სუფრებია. აქ ტორტია და აქ ნამცხრები, რაღაც ისეთი კატალეტკები ვიყიდე და რა ვიცი კიდე რაღაცეები. მოკლედ ეხლა ნელ-ნელა გავაწყობ სუფრას. ხო და მოკლედ მეგობრებო, გავხდი 27. ხო. ესე მედალშას ქორწინების 17 წელი შეგვისრულდა და მე კიდე 27. გარეთ ნახეთ როგორი ნახე მთები რა კარგად ჩანს შეხედე. ესე არასდროს არ არის. ყოველთვის ნისლია ხოლმე ან რაღაცა იქ დაბურულია ხოლმე. ხო და ეხლა კიდე ისეთი კაი ამით გამოვიდა ის შეეწყო მაინც აპრილი როა. გავაცილე სტუმრები. მოკლედ მოვილხინეთ ცოტა ხანი გოგოებთან ერთად. სურათები გადავიღეთ, ტორტი ჩავაქრეთ, რა ვიცი. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ეხლა ნელ-ნელა მივალაგე, უბრალოდ ვალაგებ, ჯერ პროცესში ვარ. ჭურჭლის არიცხ მანქანას ვავსებ. ჯერ ვერ ავავსე. მაინც 4 მაგი ტორტი ძალიან გემრიელი იყო. ვისაც რა უნდა, ესე იგი იყო ხილის, შოკოლადის, რაფაელოსი და თხილის და ყველაზე მეტად თხილის შეიჭამა, როგორც ჩანს. ჩემი ლამაზი ყვავილები. ლამაზია. დღეს აი ესე ლამაზად დავლევ ყავას. ნახეთ როგორ გაიშალა ტიტები. ტარტალეტკა. წესით აქ მარწყვიც უნდა იყოს, მაგრამ ვიღაცამ შეჭამა. ამიტომ დავლევ ახლა ყავას, მოკლედ აი ესე გემრიელად. შემდეგ ჩემი ფაილების თანახმად ვიყავით East Point-ში გასვლები. ვიყიდე, ხო, რაღაცები ხო მაჩუქეს და ფულიც მაჩუქეს. და ამ ფულით მოკლედ გადავწყვიტე რაღაც ტანსაცმელი მეყიდაც მაინც აყიდელი მქონდა უკვე და ეგეც ჩავწერე. ხო ხედავთ, ვიღებდი ვიდეოებს. რა იტყვი რომ ესე არ ვიღებდი და მივაგდე YouTube, უბრალოდ არ ვდებდი. მოკლედ ვიშოპინგე, რაღაცეები ვიყიდე და გაჩვენებთ ახლა ყველაფერს. აბა შოპინგობთ. რაღაცეები ვიყიდე. ლაშაჯოჯობის მორჩილად მომყვება. არ ვიცი სადამდე გაკაჩოს. რაღაცეები მოაქვს. შარვალი ვიყიდე, ფეხსაცმელი ვიყიდე და ეხა მინდა ქვედა ბოლო. და ზედა არ ვიცი თუ ვნახე, ქვედა ბოლო ვერ ვნახე ისეთ როგორც მინდა და დავეძებ ჯოჯობით. აი ესე გამოვსეირნეთ დღეს როგორც იქნა. დრო მაქვს რომ ჩემთვის რაღაც ვიყიდო. დავბრუნდით შოპინგიდან. აი ესეთი ფეხსაცმელები ვიყიდეთ და
ჯინსები ვიყიდე, ესეთი ორნაირი კიაფში, აი ესეთი ორივე ფართე სტილი, ერთი მუქი, აი ესეთი შედარებით უფრო ყოველდღიური, იმიტომ რომ ესეთი რეზინა აქვს და უფრო პრაქტიკული არის. და ეს შედარებით გასასვლელი, ესეც ფართე სტილი. მე ჩავიცმევ და გაჩვენებთ როგორ გამოიყურება. მე ძალიან მომწონს ეს სტილი ბოლო დროს და მოკლედ მინდოდა ჯინსი არ მქონდა მასეთ სტილში. ასევე ესეთი უნოს მაღაზიაში ვიყიდეთ. ერთი ესეთი წყვილი ფეხსაცმელი, ცოტა მაღლები. და თან ის შავ-თეთრი ფიქრობ რომ ყველაფერს მოუხდება და ეს ესეთი ყოველდღიური სტილის ბოტასები, თუ კეტები, რა ვიცი. აი ესეთი მოკლედ ფეხსაცმელი ვიყიდე. ზოგადად 38-ია ჩემი ფეხის ზომა, მაგრამ მაგ მაღაზიაში ხან 40 მაქვს კარგად და ხან 41. და ადრე 39-ებით მიყიდი, ამიტომ სხვადასხვანაირად არის, ეს მაგალითად 41-ია. მაგრამ თეთრობა 38 მაქვს ზომა და რა ვიცი, ეთყობა არეული არის ზომები. ხო და ესე მოკლედ ეხა ჩავიცმევ და ნახოთ. ეს ლაშა ძალიან წყნარი იყო. არა მიბუნტდა, წამოუყვა, წამომიღო ჩანთები. რა ვიცი, წყნარად ვიარეთ. ვერ ვიჯერებ ეხლაც. ეთყობა მალე მოვრჩი. აი ესე გამოიყურება ეს ჯინსი. ძალიან მომწონს. ზუსტად კარგად მაქვს. თუ ცოტა გავხდები, კამარიც დამჭირდება, მაგრამ ჯერჯერობით ესეც კარგად მაქვს. ერთადერთი ძალიან გრძელია, ეგ არ მომწონს, აი ოდნავ ჭირდება ისა დამოკლება. თორე ისე ძალიან კაია, ხო, აი ესეთი ფეხსაცმელები. ძალიან კარგი ნაჭერი არის, თხელი, ესეც ვეძებდი, მძიმე და სქელი ნაჭერი არ მინდოდა და აი ვიპოვე, მოკლედ რაც მინდოდა, მოვიარე მაღაზიები და შედარებით ნორმალური ვიპოვე. და მეორეც აი ესეთი. აი ესეთი. ესეც იგივე სტილი, ოღონდ, ცოტა სხვანაირი. ამას ჯიბეები არ აქვს, აქ რეზინაზეა. და ძალიან პრაქტიკული არის, აი ესეთი ყოველდღიური და ეს ფეხსაცმელი, ესეც ესეთი უნოს. აი ესეთი ძალიან სუბუქებია და პრაქტიკულები. ასე რომ ესეთი შოპინგი მოვიწყო, მეგობრებო. ხო, ფასები ვნახე წეღან ეტიკეტზე. ეს ჯინსი ღირდა 70, ხოლო მეორე 85. ორივე ვიყიდე კიაფში და ფეხსაცმელები ვიყიდე უნოში. კიდევ ქვედა ბოლო მინდა, მაგრამ მე როგორიც მინდოდა ეგეთი ვერ ვნახე, მაგიტომ ვფიქრობ შეიძლება გამოვიწერო. რაღაც ესეთი ჯინსის მოტკეცილი ქვედა ბოლოები რომ არის და ეხლა სამწუხაროდ ვერ ვნახე და რამე ზედაც შეიძლება გამოვიწერო. მოკლედ სახეზე ცოტა მოვწესრიგდი, ასე თუ ისე, მაგრამ თმას ვერაფერს ვერ უხერხებ, არ ვიცი ესე რატო მაქვს გუშინ არა და ძალიან ლამაზად მქონდა, მაგრამ დღეს აი ესე გამოვიდე, ეხლა ყავას დავადგავ და გავაგრძელოთ უკვე ყავით ხელში. თურმე ყავა გავითავ და ამიტომ ერთჯერად ყავას მივმართავ. კამერა მიჯდება. მე დავიწყეთ ვარჯიში, მე დალაშამ საღამოობით, აქტიური ცხოვრების წესი. მე მაქვს რაღაც რეცეპტები გადაღებული, ამას უკვე ცალკე ვლოგებში გაგიზიარებთ. რაღაც გემრიელობები გავაკეთე TikTok-ის რეცეპტებიდან და ძალიან გამოგვივიდა, მოკლედ და გამართლა. ასე რომ გაგიზიარებთ მერე მაგასაც. და ესე მოკლედ მოვედი აქამდე და მინდა რომ ისევ ჩავერთო ამ ვიდეოების
დადების პროცესში და არა მხოლოდ გადაღების, იმიტომ რომ გადაღება ასე თუ ისე უწყვეტად მაქვს, ყოველთვის ვიღებ ყველაფერს, მაგრამ კამერა გამედიშა, ამიტომ ტელეფონით გავაგრძელებ გადაღებას და მოკლედ ასე მეგობრებო, იწყება ახალი ეტაპი. რაღაცნაირად მოვიკრიბე მე მგონი ძალები, იმიტომ რომ არ ვიცი რა მჭირდა ეს პერიოდი, არ მქონდა საერთოდ ენერგია მაგისი, რომ დამედო, ეხლა უნდა შევცვალო, ცოტა გავაქტიურდე, იმიტომ რომ სიარულიც დავიწყეთ და რაღაცნაირად მინდა რომ მოკლედ უფრო ისეთი ვიყო აქტიური, ვიცი რომ თქვენც მოგენატრეთ. როგორი თავდობალი ვარ. ხო, მოკლედ რაღაცნაირად ხვდები, რომ ჩემი ერთგული გამომწერები მაინც ყოველთვის მელოდებით ხოლმე და ეს გულს მითბობს, თუმცა ეს მართლა ძალიან ზედმეტი მომევიდა, ეხლა ამდენი დღე რო არ დავდე ვიდეო, ეს მართლა ძალიან მობრაზდები მე თვითონ ჩემ თავს და ვეცდები, რომ გამოვასწორო ეს ამბავი. ჩემო ძვირფასებო, მადლობა ყველას, ვინც აქამდე ჩემთან რჩებით ამ ვიდეოს ბოლომდეც და ზოგადადაც. ყველას უღრმესი მადლობა, ძალიან მიყვარხართ და Instagram-ზე ვისაც არ ყავთ გამოწერილი, იქაც დამაფოლოვეთ და იქ მიმადევნეთ თვალი, თუ გაინტერესებთ, იმიტომ რომ იქაც ხანდახან იკვდებ ხოლმე რაღაცებს, სანამ აქ არ ვდებ. და კიდე TikTok-ზე სულ მინდა რომ ისევ გავაქტიურდე. მანდაც кайხანი არ დამიდია ვიდეოები და არ ვიცი რაღაცა ეს მაქვს. ახლა ნელ-ნელა ვგრძნობ ენერგიის მოზღოვებას და მე მგონი რომ დავიწყებ რაღაცებს. მაგათ ყველას უღრმესი მადლობა, ძალიან მიყვარხართ, აბა დროებით. ყავის დალევა მაინც მარტოს მომიწევს, იმიტომ რომ ყველაფერი მოგიყევით უკვე. რისი თქმაც მინდოდა, დანარჩენი უკვე შემდეგ ვლოგებში. თან, აი, დაიწყო. აბა დროებით.